როგორ აპირებს სახელმწიფო ნარკომანიასთან, მათ შორის ბიო და კუსტარულ ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლას და რა წერია ახალ კანონპროექტში, რომელზეც ხელისუფლება მუშაობს. სად არის გამოსავალი? თემაზე სასაუბროდ არჩევანის სტუმრები დღეს არიან პრეზიდენტის მრჩეველი შალვა რამიშვილი, დეპუტატები გიგი წერეთელი და გოგა ხაჩიძე, ნარკოლოგები ზურაბ სიხარულიძე და გელა ლეჟავა, ელენე თევდორაძე და აგრეთვე დარბაზში იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანი, ირაკლი ვაჭარაძე, გიორგი ზურაბიშვილი, ხათუნა ჟორდანია, მიშა მშვილდაძე, გიორგი კიკიონაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ჯანა ჯავახიშვილი, კოტე რუხაძე, კახა კვაშელავა და აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ახალი ანტინარკოტიკული კანონპროექტის ავტორი სოფო კილაძე. ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან ჯანდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაგრამ მანამდე მე მინდა რამდენიმე სტუმარს უთხოვო ძალიან მოკლედ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. კაფე გალერეაში ახალგაზრდის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა ძალიან მძაფრად გამოხატა თავისი ემოციები, ძირითადად სოციალურ ქსელში. რამდენიმე მათგანი დღეს ჩვენ სტუდიაში იმყოფება. გიორგი, გთხოვ. გამარჯობა, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვიხადო რაღაც უწმაწური სიტყვების გამო, რადგან ძალიან გაბრაზებული იყო ახლოს მეგობარი გარდამეცვალა და ამიტომაც ვერ გავაკონტროლე, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ სანამ სხვაერპლი მოყვება ხოლმე რაიმე მოვლენას მანამდე მოხდეს ასე თემებზე საუბარი და განხილვა, იმიტომ რომ ამაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკი დაიწყო. ის ფაქტი რომ ბიონარკოტიკებს მოიხმარს ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, ეს არ არის ახალი და აქედან გამომდინარე მე მგონი სანამ ეს რაღაც სხვაერპლი მოხდებოდა ძალიან სამწუხარო, მანამდე უნდა მოხდარიყო ამაზე რეაგირება და სერიოზული დაფიქრება და არა ზედაპირული მიდგომა. მეორე რიგში მინდა განვაცხადო რომ ის დამოკიდებულება რაც სახელმწიფოს აქვს, ის პოლიტიკა არის აბსოლუტურად არაეფექტური. გასაგებია რომ ბიონარკოტიკებზე უნდა გაკონტროლდეს და უფრო უნდა გამკაცდეს ეს კონტროლი, მაგრამ რეალურად ამას შედეგი არ მოვაქვს. რა თქმა უნდა ნარკომანია ცუდია, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის სხვა რამეში. მე ხა პირდაპირ არ შემეძლია ვთქვა თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ ამის მიღწევა, მაგრამ უმჯობესი იქნება რომ მოხდეს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ადამიანებმა ეს შხამი აღარ მოიხმარონ, რადგან ეს გამოსავალი არ არის და ბოლო-ბოლო ადამიანები მაინც აღარ მოხტებიან და ისე სხვანაირად ამ პრობლემას ვეღარ მოაგვარებ. ამაზე ჩვენ უფრო დეტალურადაც ვისაუბრებთ სახელმწიფოს წარმომადგენლებთანაც და თქვენთანაც. ნანუკა. საღამოშტობისა, მივესალმებით თქვენ სტუმრებს და მაყურებლებს. ბოლო პერიოდში ჩემი პოსტები განსაკუთრებით აქტუალური იყო, აქტიურობდი ამ თემის მიმართულებით, იმიტომ რომ ამ ქალაქში ცხოვრობ, იმიტომ რომ ხშირად დავდივარ არა მხოლოდ მაგ კაფეში, არამედ სხვა კაფეშიც და ხედავ მოზარდებს და შესაბამისად მივხვდი რომ პრობლემა გაცილებით უფრო მძაფრი იყო ვიდრე მაგალითად თუნდაც რამდენიმე თვის წინ მძაფრდებოდა ნელ-ნელა ეს პრობლემა და შესაბამისად ამიტომაც ეს იყო ალბათ ჩემი მეხუთე თუ რიგით მეექვსე პოსტი, მაგრამ ეს პოსტი უფრო მეტად ემოციური იყო, იმიტომ რომ რესტაბულზე დაგჭაშენ შტაბეჭლება რომ ეს პრობლემა მძაფრდებოდა. ხედავდი გიორგი, ხედავდი ადამიანებს, ხედავდი ბავშვებს, მე მაგალითად აბაშცეზე მივდოდი, ჩემი შვილი მეშდა მანქანაში და გონწასული ბიჭი ვნახეთ, სახელი არ ვიცოდი რომ ეძახდით, ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან და მე სასწრაფოს იძახდნენ და ძალიან ჩვეულებრივი ტორინ თუხსნდნენ რომ ბიო აქვს მიღებული. მე ვხედავდი ადამიანებს კაფეში ძის და დაყრილებს და ვერ მიხვდებოდი სულად იყო, კარგად იყო, ეძინა, არ ეძინა, გამოფხსლება ჭირდებოდა. მიზეზი ბიო იყო მაგალითად. ვიცით, ეს არის ძალიან სიმპტომატური, მაპატი, ეს არის ძალიან დამახასიათებელი და ეს არის ძალიან დამახასიათებელი კლინიკა, მას მიხვდება ყველა, ნებისმიერი ნარკოლოგი მიხვდება, ეხლა მე რას გულისხმობ, როდესაც ვამბობ რომ მოიცელა და დავარდა, ყველა მიხვდება ეხლა მე რასაც გულისხმობ და ეს როდესაც ნელ-ნელა უფრო მეტი ესეთი ადამიანი ხდება კაფეში, მით უფრო მეტად აქტუალური ხდება პრობლემა, მაგრამ ეს მეტად ემოციური თემა იყო, იმიტომ რომ მოხდა ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ძალიან ახლოს ჩვენთან, ყველა სახლთან და განსაკუთრებით ემოციური ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად გახადა კიდე სხვა ფაქტორებმა, არ მინდა ბევრი მიზეზის დასახელება სხვა რამის გამო. კიდევ სხვა ტრაგედიები ახლდა ამ ფაქტს ძალიან ახლო და ეს უფრო მეტად ემოციური იყო. აქვე მინდა ორი სიტყვით თქვა და უბრალოდ და შემდეგ ვიცი რომ დეტალურად განმარტავთ. ამ დეტალურადაც ვისაუბრეთ პოსტა ახსენეთ როდესაც ჩემ პოსტს როდესაც საუბრობდი რომ კარგი იქნება თუ მსუბუქ ნარკოტიკებს, არ ვიცი შეიძლება არასწორად ვამბობ კანონის ენით, მაგრამ მსუბუქ ნარკოტიკს ამ შემთხვევაში მარიხუანას ვეძახი. მოყვება დეკრიმინალიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანმა მოიფიქრა ბენზინისგან ნარკოტიკის შექმნა. ხარ ესეთი როდესაც ესეთი ნიჭიერი ადამიანები ამ ქვეყანაში არსებობენ, კროტისგან ნარკოტიკს ქმნიან, ან საწვავისგან. მე ვთქვი რომ კარგი იქნება თუ ხომ არ არის ეს გამოსავალი. ამას მოყვა ცოტათი ისეთი არაადეკვატური აქციები. მოკლე განმარტებას გავაკეთებ გიორგი და შემდეგ უკვე გადავწყვეტ თემაზე და შეიძლება სავსებით ობიექტურად ადამიანებმა თქვეს რომ ირაკლი კოდუასწოლი დღეს რატო საუბრობს ამ თემაზე ესე ხმამაღლა, იმიტომ რომ მისი ქმარი ხო ადრე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელიც განსაზღვრავდა ნარკოპოლიტიკას. ნარკოპოლიტიკას არც ჭიკაიძე განსაზღვრავს, არც ირაკლი კოდუა და არც ერთი პოლიციელი განსაზღვრავს, საკანონმდებლო ორგანო პოლიციელები ამას ასრულებენ. მე მესმის რომ ამ ადამიანებს შეიძლება ობიექტურად გაუჩნდათ ეს განცდა, მაგრამ შეიძლება
მოწევა მათ არიციან, რომ 4 წლის წინ უბრალოდ სხვა ტელევიზიაში, სხვა გადაცემაში მე ვიყავი და ისე ვიდეო ვისვიძახდი მას შესაძლოა ჩემი ქმარი მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო, ბატონი გელალეჟავა სტუდიაში ბრძანდებოდა, მას ჰქონდა მაშინაც რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება და დამეთანხმება, მაშინაც კამათობდი და მაშინაც კი როცა ჩემი ქმარი მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო, ბატონი გელალეჟავა აქ დაიწყოს, რომ მაშინაც ვამბობდი, რომ უნდა მოხდეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, იმიტომ რომ უნდა პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო სულქანი. მაშინაც ვფიქრობდი, რომ ძიმე იყო დამოკიდებულება. დეკრიმინალიზაცია თანაც ხაზი გავსადა და ლეგალიზაცია სხვანაირად ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. რომ ეს ადამიანები, ვინც მოიხმარენ ამ სინთეტიკურ ნარკოტიკებს, მათი რიცხვი არის ძალიან დიდი. ეს არ არის ის რაღაცა კრიმინალური საზოგადოება, რომელიც რაღაცა გამოყოფილი საზოგადოება, რომელიც ეს არის აბსოლუტურად ყველანაირი სოციალური წრის წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ ყველას გეყოლებათ ასეთი მეგობარი, ოჯახის წევრი, ასე რომ ის ადამიანები, ვინც რაღაცა იალიყებს აწეპებენ სხვა ადამიანებს და თითქოს რაღაცა განსხვავებულ ჭრილში გადაყავთ იმ ადამიანებს სიტყვი ეგრე არ ემტრო, ამ ადამიანების შვილები და ნათესავები შეიძლება აკეთებდნენ უბრალოდ იგივეს და როდესაც ადამიანს უყურებ როგორც ავატყობს და როგორც რაღაც კრიმინალს ამით ნამდვილად ვერანაირად ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრ. პირიქით, შეუნდა შეეცადო რომ რამენაირად სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს, მე არ მომხ კანონები რა როგორ მე არ ვიცი, მაგრამ არც ერთ ნებისმიერ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ნარკოპოლიტიკა არ არის და ჩვენ თუ ყველაფერს ვაკოპირებთ და ყველა კანონ პროექტს რაღაც ვიღებთ, შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც წესთან დაკავდნენ ნახონ სხვა ქვეყნის მაგალითები და იმის შესაბამისად იმოქმედო, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება რო იყოს, რომ ეს მსუბუქ ნარკოტიკებზე არ იყოს ასეთი ტერორი, არ გაუჩნდებოდათ იმ აბსოლუტურად ბუნებრივ და ადეკვატურ ადამიანებს ინტერნეტში, რომელიც ისე არ მექანიკურად ასლის გადმოღება რა თქმა უნდა ასე რომ. მოდი გიორგი პირდაპირ გითხავ, შენ თუ მოგიხმარია მარიხუანა ან თუ მოიხმარ? რა თქმა უნდა მარიხუანა მომიხმარია ისევე როგორც ჩემს გარშემო აბსოლუტურად ყველა ადამიანს ალბათ ვინც ჩემი ასაკის არის, მე არ ვარ ამ ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელი და არც არის აუცილებელი ან ვიღაცები მომაჭერენ იარიხს ეს არის ნარკომანი და ამიტომ უნდა ეს არაფერ შუაში არის. გასაგებია რომ ნარკომანია ცუდია, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზა ამ ნარკოტიკების აკრძალვა არ არის. ეს ნებისმიერმა ქვეყნის მაგალითმა დაადასტურა და იმით რომ ჩვენ მაქსიმალურად მოუჭერთ ამ ნარკოტიკების შემოსვლას, ამით ჩვენ გამოსავალს ვერ ვიპოვებთ. შენი მეგობრები რა სიხშირით მოიხმარენ თუ არა? ხა ეს სიხშირე რავი როგორ ვლაპარაკობ ჩემ მეგობრების მაგრამ ყავს მეგობრები მარიხუანას აბსოლუტურად ყველგან სირაქლემის პოზიციაში ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. სირაქლემის პოზიციაში არ უნდა ვიყავ მარიხუანას მოიხმარს თელი მსოფლიო ეს არ არის. მე არ ვამბობ კარგი არის, მაგრამ ამითი ვერ აკრძალავ და ამ პრობლემას ვერ გასაგებია. ჩოდი უარეს. ამით მე ამას ამ შეკითხვას მე დავუსვამ რა თქმა უნდა ალბათ თავრობის წარმომადგენლებსაც ნანუკა ვიდრე გადავიდოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და როგორც თქვი შენ ფოსტა ახსენე და ფოსტასთან დაკავშირებული პრობლემა. ფოსტასთან დაკავშირებით ამაზე სასამართლოში შეხვდებით ერთმანეთს ძალიან საინტერესო მაგალითად. გასულისმო გითხარი კიდევ ერთხელ. ძალიან მარტივია. ეს არის რა, ვინცაც კი ბიოსთან შეხება ქონია, ყველა მე ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ამას იწერ ინტერნეტით. ეს მოდის გზავნილით. ეს გზავნილი გამოდის საბაჟოს, შემდეგ საბაჟო გზას რომ გამოდის თბილისის ქუჩებს და მიდის ფოსტაში. ნებისმიერი ფოსტა შეიძლება იყოს ეს. არაერთი კონკრეტული მიდიხარ და ამ გზავნილს იღებ. ამას დაეთანხმება ყველა ადამიანი, ვისაც კი ბიო გამოუწერია ან იცის მაინც მათ შორის დარწმუნებულად შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის 2x2 4. როდესაც რაღაცას იწერ სხვა ქვეყნიდან, ხიდან ვერ ჩამოვარდება. ეს არის ელემენტარული გზავნილი, რაც შეიძლება ნებისმიერი სხვა რამე გამოიწერო ეს. ჯერჯერობით კანონით ეს არ არის აკრძალული. არა, კანონით აკრძალული. ბიო, ხო. კიდებულება ვით გავხსნი გეხვეწები. ბიო არ არის ერთი რაღაცა. ეს არის საფოსტო გზავნილი, მაპატია რომ გაგაწყოდნენ, ეს არის საფოსტო გზავნილი. ამაში დამეთანხმება ყველა. და რას მოითხოვ შენ? ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობდი რომ გამკაცდეს საფოსტო გზავნილებზე კონტროლი. მე უბრალოდ ეხა ეს არის წასვლის საუბარი, იმიტომ რომ ამის მერე უკვე სერგეენკო გამოვიდა და განაცხადა კიდეც რომ კაცდება პოლიტიკა, ამიტომ ეხა დაგვიანებული ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ხელისუფლებამ უკვე რეაგირება ამაზე მოახდინა და ეხა უკვე აღარ მინდა საუბარი ამ თემაზე, იმიტომ რომ ფაქტია რომ რეაგირება უკვე მოხდა და უკვე განაცხადეს რომ მოხდება გამკაცება და ნარკოტიკების შეყალებში. მოკლედ ვიტყვი, ბიო არ არის რაღაცა განსხვავებული ცალკე ნარკოტიკი, ეს არის უბრალოდ რაღაც ზედმეტსახელი, რაც არის ჟარგონული სახელი, ეს არის ნებისმიერი სინთეტიკური ნარკოტიკი. სინთეტიკური არსებობს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკები და სახელმწიფო ამას ვერ გააკონტროლებს. თუ შემოდის ეს, იმდენაირი სახეობა არსებობს და ქიმიკოსებს შეუძლიათ ძალიან მარტივად ერთ თვეში გამოიგონონ აბსოლუტურად სხვა შემცველობის და იგივე ეფექტის ნარკოტიკი. ამის გაკონტროლება არის შეუძლებელი. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ამ ნარკოტიკების ესე გაკონტროლება, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ზედაპირული მიდგომა, არაკვალიფიციური ადამიანების მიდგომა არის, რომ ბიო აუგზავნოთ, იმიტომ რომ ამას ვერ აკრძალავთ. დოპინგს ვერ გზალავენ, ველოსპორტი ხო იცით არსებობს. ვერ გზალავენ, იგონებენ ახალ საშუალებებს. მოდი ვნახოთ რა ფიქრობს ამ ყველაფერზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ბატონო ლევან, მოგესალმებით.
ბატონო ლევან, მოდით პირდაპირ ამ თემით დავიწყოთ თქვენთან საუბარს. ქიმიური ფორმულა მართლაც სინთეზური ნარკოტიკების უკვე ძალიან მრავალფეროვანია და ეტაპობრივად ახალი და ახალი ფორმულები გაჩნდება. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, კონკრეტული ქიმიური შემადგენლობის კრიმინალიზაცია რამდენად ეფექტური აღმოჩნდება რეალურად? მე მართალია გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ მოვისმინე საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარი ნაწილის თქვენი სტუმრების. მინდა პირველ რიგში ამ არგუმენტებს უპასუხო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, სასურველია საზოგადოებამ უფრო პრობლემის არსი დაინახოს. აქ ითქვა ასევე, რომ თითქოს და არაეფექტიანი იყო ხელისუფლება, თითქოს და გარკვეულ დაგვიანებას ჰქონდა ადგილი. მე მინდა საზოგადოებასთან ანგარიშის ჩაბარების რეჟიმში გითხრათ კონკრეტულად ქრონოლოგიურად თუ რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კონკრეტული ნაბიჯები, რაც მანამდე არ გაკეთებულა და პრაქტიკულად ჩვენ აი ამ ინიციატივები დღეს წავდექით პარლამენტის წინაშე. მოდით დავიწყოთ ჯერ ახსნა რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ასეთი ზოგადი განცხადებებით ან ლოგიკის საპირისპირო თითქოს და ცუდია, რომ მავნეზე მოქმედება აქვს, იქ ვიღაცას ქუჩაში უნახიათ, ცუდ მდგომარეობაში ახალგაზრდა და თან ალტერნატივას გვთავაზობთ, რომ მოდი ბარემ ლოიალური გავხადოთ, ეს ლოგიკაც ცოტა ალბათ დამეხმარებიან მე ისინი, ვინც ამ ლოგიკას ავითარებენ რაღაც კვანძი მანახონ, მაგრამ მოდით პირველ რიგში შევუდგები პრობლემის ახსნას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თავიდანვე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, ბატონი პრემიერის დავალება იყო ამ პრობლემების იდენტიფიკაცია, რატო ხდება და ცენტრალური, მე მინდა ხაზგასმით თქვა, ცენტრალური მიზანი და ამოცანა გახდათ ამ ნარკოპოლიტიკის ის, რომ მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, უკანონოდ შემოდენი ნარკოტიკული საშუალებების აღკვეთა პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა სამწუხაროდ ბოლო განვითარების პერიოდში ლაპარაკია წლები, აქ ლაპარაკია ბოლო 10 წელზე, სწორედ ამ არაარსებული პოლიტიკის პირობებში, განისაზღვროს რა თქმა უნდა, რომელია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც უნდა აიგზავნოს და ბარემ დავასრულებ, თუ შეიძლება დავასრულებ, რამდენად ეფექტური იქნება ამ კონკრეტული ქიმიური შენაერთის კრიმინალიზაცია. ბარემ აქვე რომ მიპასუხოთ და შემდეგ გააგრძელებთ. ეხლა მოგახსენებთ, მაგრამ მოგახსენებთ. აქ არასწორად საკითხს და საზოგადოებას მინდა რომ სისტორე შევიტანოთ და თუ შეიძლება თქვენც მე უფრო დაბეჯითებით მეტყვით თუ რაშია პრობლემა. კერძოდ ჩვენ ესე იგი პირველ რიგში გამსაუბრეთ რომ ის ნივთიერებები რომელიც უკანონოდ შემოიდინება უნდა აღიკვეთოს მათი შემოდენა ამ მიმართულებით მართლაც სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და 117 კილოგრამი ჰეროინის გამოვლენაც ამას მოწმობს ანუ კლასიკური ნარკოტიკული საშუალებები პრაქტიკულად ბაზიდან განდევნილია პრობლემა იყო მთავარი ის რომ ნივთიერებები კანონიერად შემოდის საქართველოში აქ ლაპარაკია კომბინირებულ საშუალებებზე ანუ რამდენიმე ქიმიურ ნაერთს შეიცავს ისეთ საშუალებებზე და ამ საშუალებებით კუსტარულად მზადდება ეგრეთ წოდებული კრაკადილი ჯეფი ვინტი აქ ლაპარაკია კოდეინ შემცველ პრეპარატებზე და მინდა სიზუსტე შევიტანო ეს პრეპარატები კანონიერად შემოდიოდა წლების განმავლობაში საქართველოში და აფთიაკები რეცეპტის გარეშე ვესაც გრძელდება, ეს არის სამწუხარო რეალობა, იმიტომ რომ კანონმდებლობა სამწუხარო და არ არის ეფექტიანი და გეტყვით მე ამის საწინააღმდეგო რა გავაკეთეთ, იყიდება და შესაბამისად კუსტარული წესით დამზადებულმა ნარკოტიკებმა დაიმკვიდრა ბაზარში ადგილი. ეს წლების პრობლემა ეს არ არის მხოლოდ ამ წლის ან შარშანდელი, ამან რამდენიმე წელია ეს პოლიტიკა სამწუხაროდ ასეთი გრძელდება. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ პირველ რიგში ინიციატივით წავსდექით, თუმცა ეს არ იწყება დღეს, როგორც არასწორად ითქვა იქ, არამედ ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გავაფორმეთ რა მემორანდუმი, შემდეგ ჩავატარეთ ინსპექტირება აფთიაკების და გამოვლინდა კატასტროფული შედეგი, ანუ პრაქტიკულად კანონმდებლის მიერ ივლისში მიღებული გაორმაგებული ჯარიმა იმაზე რომ რეცეპტის გარეშე ხდება სწორედ აი ასეთი კომბინირებული ნივთიერებების გაყიდვა და ექვემდებაროს 6000 ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში 12000 ლარიან ჯარიმას, პრაქტიკულად შედეგს არ იძლევა, იმიტომ რომ იგივე იურიდიულ
პირს შეუძლია გახსნას ან იგივე ან სხვა მისამართზე აფთიაკი, იმდენად რენტაბელურია ამით რეალიზაცია, რომ შეუძლია 2000 ლარია ერთი დღის ვაჭრობა მისთვის აი ამ პროდუქტებით. რაზეც როგორც გითხარით ძალიან დიდი არა, რა სხვა თემაზე ვსაუბრობ, ანუ გეუბნებით იმას, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ფსიქოტროპული იყო ნამდვილად გულის და კრაკატილის წლების მეორე მნიშვნელოვანი თუ არ მესმის მეორე მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენ განსაზღვრეთ კვოტები, რამდენი უნდა შემოვიდეს საჭიროების მიხედვით ქვეყანაში ეს კომბინირებული პრეპარატები და მეორე უკვე შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალიან მკაცრი ზომები, ვინც ურეცეპტოდ გაყიდის ამ კომბინირებულ პრეპარატებს დაისჯება. ეხლა მეორე პრობლემა და ამ პრობლემაზე საუბრობ ძირითადად თქვენ. მაგრამ პრობლემას რომელზეც ჩვენი სტუმრებიც საუბრობთ. დავინახეთ ეს პრობლემა. ეხლა მეორე პრობლემა მნიშვნელოვანი. ასევე კანონიერი გზით შემოედინება ეგრეთ წოდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები საქართველოში და ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები სხვა სპეციფიკით გამოირჩევა ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებები. სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან თუ შესაძლებელია დოზის განსაზღვრა, ანუ კაცმა იცის რა გრადაციის პირობებს შეიძლება, ანუ ამ შემთხვევაში სამართალდამცავმა ორგანომ დასაჯოს, თქვათ, პიროვნება, მაგრამ ეს თქვენც აღნიშნავთ ერთ-ერთმა სტუმარმა, იმდენად ადვილად იცულება სახეობები, რომ ყოველდღე შეიძლება ახალი ნივთიერების შექმნა და ასე სამართალდამცავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ანუ ეხლა გეტყვით, თან მე ვთქვი, რომ უმოქმედობას ჰქონდა აქამდე ადგილი პრაქტიკულად 2013 წელს მოხდა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში გაწერა, ანუ იმ დოზის განსაზღვრა, აქამდე არ იყო ის 75 და იქ მერე ალბათ დებატების ფარგლებში დააზუსტებთ თქვენ, რომ იყო მხოლოდ ფორმალურად, არავითარი დოზა განსაზღვრული არ იყო, ამიტომ რეალური მექანიზმები ამის აბრძოლებლად არ იყო. ჩვენ სწორედ ამაზე ნოემბრიდან დავიწყეთ სერიოზული მუშაობა, ვაგრძელებთ რა იმ კომპლექსურ მიდგომას, რაზეც თავში გითხარით ამ კომბინირებულ პრეპარატებთან ერთად. ვიყავით ასევე ვიზიტად და ასე რომ ეს მოკლედ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ საკუთარ თავს. მე იმ განცხადების ავტორებზე მინდა საუბარი, რომ რაღაც სამწუხარო ფაქტს აქ ლაპარაკი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე და ყველა წუხართ, მაგრამ თითქოს და აქედან გამომდინარე გააქტიურდა არავითარი გააქტიურება, ეს გააქტიურება იწყება როგორც გითხარით შემოდგომიდან, გახდით ავსტრიაში 21-22-ში იმისთვის რომ გაგვეზიარებინა სხვა ქვეყნების პრაქტიკა და ეხლა მოდით ახალი ინიციატივა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების. მოდით კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ მე ამ შეკითხვას. კონკრეტულად გეტყვით ეხლა. გეტყვით ეხლა. გავიგორებ ისევ კონკრეტული ქიმიური ფორმულის კრიმინალიზაცია, როდესაც შეიძლება ამ ფორმულის სხვადასხვა ვარიაციები მალევე გაჩნდეს. აი ძალიან კაი კითხვა. ეხლა როგორც ხედავ უკვე პრობლემაში ყველანი ჩავწვდით ერთგვარად და მოდით პასუხს გეტყვით ეხლავე. კერძოდ კი ბატონო, მივედით იქამდე რომ 4 ქვეყანა, სადაც არსებობს უკვე ახალ ფსიქოაქტიური ესე იგი კანონი შესაბამისად განსაზღვრავს 9 ეგრეთ წოდებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, ანუ ბირთვს. ამ 350 ნივთიერებას უფრო მარტივიანით რო ვთქვა, ქონია თურმე ძირითადი 9 ბირთვი. ამ ქვეყნებმა ლაპარაკი ავსტრიაზე, შვეიცარიაზე, კვიპროსზე და გაერთიანებულ სამეფოზე სულახან ეხლახან 2012-13-ში მიიღო კანონი, სადაც ამ ბირთვების იდენტიფიკაცია ხდება და შესაძლებელი ხდება. ჩვენ ლაბორატორიას გვაქვს ყველანაირი ტექნიკური საშუალება, ვიზიტით სწორედ ამას ემსახურებოდა, გვაქვს თუ არა საშუალება იმისი, რომ ბირთვის იდენტიფიკაცია მოხდეს. ამის საშუალება გვაქვს, ამიტომ ეს ინიციატივა ახალი ფსიქოაქტიური ლაბორატორია გვაქვს, რომელიც აღმოაჩენს ამ შენაერთს როგორც პრეპარატებში, აგრეთვე ორგანიზმში. ყველას ვერ გააკონტროლებს. აქ ლაპარაკია ნივთიერებაში ბირთვის დადგენაზეა საუბარი. კიდევ უფრო მარტივად რომ თქვა, ეს არის ბირთვის დადგენაზე, კიდევ ბაზისური ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც შეიძლება რაღაც დანამატები ქონდეთ თქვენ ამბობთ, კრიმინალიზაცია მოხდება ამ ბირთვის და რა დაემატება მას არ აქვს მნიშვნელობა ყველა ვარიაცია ამ ნივთიერების. აბსოლუტურად სწორია, ამიტომ ჩვენ რეალური სამართლება დიახ. ისტორია შემოტანა გატანა რეალიზება გასაგება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მოხმარებაზე საუბარი არ არის, არც ერთ ინიციატივაში არ არის ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება დამატებული მოხმარების ნაწილში, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა სიცხადე შევიტანო საზოგადოებისთვის და შესაბამისად ის სპეკულაციები, რომ თითქოს და აქ დასჯაზე ორიენტაცია საფუძველს მოკლებულია, აქ ჩვენ ორიენტირებული ვართ, როგორც თავში გითხარით, აღკვეთაზე, კერძოდ იმის აღკვეთაზე, რომ ერთი უკანონოდ არ მოხდეს შემოდინება ნარკოტიკული საშუალებების და მოხდეს შიგნით მექანიზმების დადგენა და ჯანდაცვის სამინისტრო ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად მუშაობს, კერძოდ მხოლოდ რეცეპტების საფუძველზე და იმ ნუსხას განსაზღვრავს მერე მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, რამ ნუსხაში შევა შესაბამისი საშუალებები და პრეპარატები მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე შევაჯამო მაყურებლისთვის, თქვენ გაქვთ უკვე ლაბორატორია, რომელთაც შეიძლება ამ შენაერთის სიზუსტით, დიდი სიზუსტით დადგენა, როგორც ადამიანის ორგანიზმში, აგრეთვე პრეპარატებში, აქედან გამომდინარე, ბირთვული ბაზისური ქიმიური შემადგენლობა გახდება დასჯადი, მისი შემოტანა და რეალიზაცია, მაგრამ არა მოხმარება. მოდი დავაზუსტოთ ადამიანის სხეული არ მithქვამს. აი ეს მაინტერესებს, დიახ, ვინაიდან ამაზეც იყო საუბარი, რომ რთულია დადგენა ადამიანის ორგანიზმში არის თუ არა ეს ნივთიერება. დიახ, შესაძლებელია თუ არა ამის დადგენა. ეს მხოლოდ 11 ნივთიერების საფუძველზე ამის დადგენა შესაძლებელი, რამდენადაც თავში გითხარით, სწორედ 2013 წელს შევიტანეთ ესენი სიაში, რამდენადაც გრადაცია მათი შესაძლებელი, ანუ ლაბორატორიული სტანდარტი არსებობს მათი დადგენისთვის, ხოლო სხვა ნივთიერებებზე ასეთი სტანდარტის დადგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ იცვლება ხშირად და შესაბამისად აქცენტი ავიღეთ იმაზე, რასაც ქვია ბირთვის იდენტიფიკაცია. თქვენ მკითხეთ ბოლოს პასუხობს თუ არა ჩვენი ტექნიკური საშუალება, მეცაც გეტყვით, ავსტრიაში როდესაც იყვნენ ჩვენი ესე იგი თანამშრომლები, ავსტრიელებმა თქვეს, რომ ჩვენი ტექნიკა, მათ ტექნიკა ჯობია, ეს ტექნიკა ჩვენ ამერიკელებმა გვაჩუქეს, ასე რომ ყველანაირად აღჭურვილი ვართ იმისთვის, რომ რეალურად უკვე და არა მარტო საკანონმდებლო ინიციატივაზე აქვს საუბარი ამის აღსრულებაზეც, ამ აღსრულების ნაწილშიც რეალური შედეგი დავდოთ და დეკრიმინალიზაცია აი ამ ჭირს განიხილება ნარკომანია ქვეყანაში. დეკრიმინალიზაცია თუ განიხილება მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებები, საერთოდ თუ განიხილავთ ამ მიმართულებას, დეკრიმინალიზაციას. რაც შეეხება ჩვენ ამ თემებზე ბუნებრივია სერიოზულად მუშაობთ, არსებობს უწყებაჩორისი საბჭო ნარკომანიასთან ბრძოლის, სადაც სხვათა შორის თქვენი სტუმრებიც, არასამთავრობო სექტორიც ძალიან აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ახლახან ერთი კვირის წინ კვლევაც წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე პრეზენტაციის სახით, სადაც საზოგადოების განწყობებიც არის და მოგეხსენებათ დემოკრატიაში სწორედ რომ საზოგადოების განწყობის განსაზღვრა და მის ადეკვატურად მოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტულია მათ შორის თითოეული საზოგადოების წევრისთვის და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კვლევებს ჯერ შევისწავლით საფუძვლიანად, დისკუსია იქნება, თუმცა მე შემიძლია წინასწარ გითხრათ ინფორმაცია, რახან დეკრიმინალიზაციაზე ასეთი ესე იგი ინტერესი და კითხვები არსებობს, რომ ასე ხელაღებით პრობლემის მოგვარება დეკრიმინალიზაციის კუთხით, ანუ დეკრიმინალიზაციის განხორციელება პრობლემის მოგვარების კუთხით მართლაც საფუძველს მოკლებულია, მითხრან არგუმენტი თუ რატომ ეს ერთი, მეორე ვიდრე ეს ნაბიჯი გადაიდგმება, აუცილებელია ის, რომ ალტერნატიული სერვისები მივაწოდოთ მომხმარებლებს და სანამ ამ სერვისებით უზრუნველყოფა არ მოხდება, სადაც ალტერნატიული მექანიზმების შემუშავება არ მოხდება მომხმარებელთა ამ შემთხვევაში თერაპიით ჩანაცვლების, ან სხვა ნარკოტიკებით ჩანაცვლების პირობებში, ბუნებრივია ეს ერთგვარი აი ამ ყოველგვარი კომპლექსური ღონისძიებების გარშე შეიძლება ბუმსაც კი გამოიწვევდეს, ამიტომ ყველაფერს უნდა თანმიმდევრული გეგმაზომიერი მიდგომა, რასაც აკეთებს სწორედ ხელისუფლება და ეს ღონისძიებები სწორედ ამის გამოხატულებაა. დიდი მადლობა. ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ დროებით უნდა შევწყვიტოთ ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ჩვენ შეგვიძლია ამ კადრების ხვევა, ეს პირდაპირ ეთერია, ბერკუტმა როგორც გვეუბნებიან დარბევა დაიწყო, იქ შეკრებილი ადამიანების მაიდანის მიმდებარე ტერიტორიას ვხედავთ, მე რამდენადაც ვიცი ახლა კადრში ძიმე ტექნიკაა შესული ტერიტორიაზე, იქ მყოფ ადამიანებს არბევენ იარაღის დახმარებით, იყენებენ იარაღს, გაზს იყენებენ და წყლის ჭავს, არ ვიცი რამდენად ჩანს ეს კადრებში, მაგრამ ამ მომენტში როგორც გითხარით, მიმდინარეობს დარბევა, ნამდვილი რევოლუციური სიტუაცია ამ მომენტისთვის უკრაინის დედაქალაქში.
თქვენ გესმით ხმარს პირდაპირ ეთერში ხედავთ თქვენ კადრებს კიევიდან მაიდანის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 50,000 ადამიანი იმყოფება ჩვენი ინფორმაციით ამ მომენტში კიევის ცენტრში თქვენ ხედავთ ძიმე ტექნიკასაც ჯავშან მანქანებს რომლებიც მოძრაობენ იქ შეკრებილი ხალხის მიმართულებით ხედავთ ბარიკადასაც და აი ძინა პლანზე და იმ ადამიანებს რომლებიც რაღაც მითებს ეთქვიან ძიმე ტექნიკას მოგობა მაიცის ალბათ რომ და ის განმავლობაში იძაბებოდა სულ უფრო იძაბებოდა სიტუაცია უკრაინაში და აი ამ მომენტისთვის გვაქვს ასეთი მდგომარეობა როგორც გითხარით ბერკუტმა დარბევა დაიწყო კიევის ცენტრში შეკრებილი ხალხის ამ მომენტისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საელჩოა უკვე დარბეული უკრაინაში. მაგალითად, კანადის საელჩო ჩვენ პრინციპში ალბათ შეგვიძლია ეს კადრები დავტოვოთ ფონად და თან პარალელურად თვალი ვადევნოთ რა ხდება უკრაინაში და გავაგრძელოთ შემდგომად ჩვენს თემაზე საუბარი. როგორც ხედავთ, კიევის ქუჩებში ღია ბრძოლა მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ოპოზიციის მომხრეების შორის. მოდი, როგორც გითხარით, დავტოვოთ ეს კადრები პარალელურად იქნება ეთერში, შევასწავლოთ, რომ ეს პირდაპირ ეთერია უკრაინის დედაქალაქიდან, ჩვენ კი გადავაგრძობთ თემაზე საუბარს. ნარკოლოგები იმყოფებიან ჩვენთან სტუდიაში. მე მაინტერესებს ბატონო ზურაბ, თქვენ რა მოსაზრების ხართ იმ ცვლილებებზე, რომელიც კანონში შედის. ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, რომ ამ კონკრეტულ ნივთიერებაზე, ბაზისურ შემადგენლობაზე, ასე ვთქვათ, გამკაცრდება სანქციები. თქვენ რა მოსაზრების ხართ, რამდენად ეფექტური იქნება ეს ნაბიჯი? პირველ რიგში მოგესალმებით, ბევრი მოვისმინე აქ, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც აქ ხდება, რომ ინფორმაცია ყველას აქვს ძალიან ცოტა. რაც არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე სერიოზული პრობლემა. ვისი პრობლემაა? ჩემი პირადად სახელმწიფოსი, განათლების სამინისტროსი, ჯანდაცვის სამინისტროსი, საზოგადოების. ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ისეთ რაღაცაზე, რაც არ ვიცით რაზე ვლაპარაკობთ. ბიო დაგვიჩემებია და რა არის ეს ბიო, რას წარმოადგენს, რა შემადგენლობა აქვს, რა ნივთიერებები შედის, რაზეა ლაპარაკი, რატო ვადარებთ ბიოს, მარიხუანას, რატო ვაკეთებთ ამას. აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა, სხვადასხვა თემებია, რომლებიც აბსოლუტურად ერთმანეთთან არ არის კავშირში. ერთი საკითხი არის, რომელსაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აღასრულოს კანონი. ჩვენ ხო ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კანონიერ სახელმწიფოში, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, რომ გაამკაცროს კონტროლი შემოტანაზე. ესია? ამაზე ვთანხმდები? დიახ. უნდა შევთანხმდეთ. ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს ნარკოტიკი. ზუსტად ეს კანონი არის მიმართული ამისკენ. რამდენად ეფექტურია ეს კანონი, ან არ არის ეფექტური ეს კანონი? პრობლემა შეიძლება, იცით რა არის, ნარკოტიკი არის, იყო და იქნება. აღამაის და მაინც ნარკოტიკი უნდა იყოს, რომელიც კლავს, ხო შეიძლება ის იყოს, რომელიც არ ყავს და მაინც ინერდით, ხო შეიძლება დავასრულოთ. აქ ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ რასაც გიორგიც ხარს უსვამს, რომ ეს ნარკოტიკი კლავს, ხომ არ აჯობებდა დეკრიმინალიზაციის მოხდები, სწორედ ამას არის ის, რასაც ბიომარი. როგორი დამოკიდებულებაც არის, მეც ამას ვამბობ. რა კლავს რა. დეკრიმინალიზაცია იქნებოდა თუ არა აი ამაშია თელი პრობლემა. ჩვენ არ ვიცით რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. რა კლავს? ბიომარიხუანა არ კლავს. ბიომარიხუანა იწვევს ფსიქოს, უმძიმეს ფსიქიკურ ზეგავლენს. გიორგი, მოვუსმინოთ, ცოტა მეტი ვიცით თქვენთან დაკავშირებით. გიორგი, მოვუსმინოთ და შემდეგ გადმოვარდნით თქვენ. თუ ესე ვიკამათებთ, მაშინ აზრი არ იქნება ჩვენ იმას, რა ქვია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ ვიცით რა ნარკოტიკია. რამ გამოიწვია სიკვდილი, კონკრეტული სიკვდილი, ერთ სამძიმარი მინდა გამოუცხადო იმ ოჯახს, იმიტომ რომ ნანუკას თქმის არ იყოს ეს სხვა თემაა კიდე და ჩვენ მედიკოსები კიდე სხვანაირად აღვიმთავთ ამ ტრაგედიას, რომელიც მოხდა.
იმიტომ ჩვენი კოლეგის შვილიშვილია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კიდე ცალკე თემაა. უბრალოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე. სანამ ეს ბავშვი არ გარდაიცვალა, არავინ ამ თემაზე არ ლაპარაკობდა რა. დღეს გაახსენდა ყველას კაფე გალერეი. დღეს ყველას გაახსენდა, რომ ბიონარკოტიკი არის დღეს ქვეყანაში. დღეს რატომღაც ყველას გაახსენდა დეკრიმინალიზაცია და რატომ არის მარტო მარიხუანის დეკრიმინალიზაცია? რა დააშავა ავადმყოფმა, რომელიც მოიხმარს გეროინს, რატო არ უნდა იყოს დეკრიმინალიზირებული ეს საკითხი? რატომ ლაპარაკობთ ჩვენ მხოლოდ სუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე? საერთოდ ჩვენ ყველა ქვეყანაში დეკრიმინალიზირებულია. ყველა ქვეყანაში მოხმარება არის დეკრიმინალიზირებული. მოხმარებაზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ამას ჩვენ ნახავთ ბატონ ზურაბ, აქედან გამომდინარე. არა, მე არ დამიმთავრებია ბატონო გიგი. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას, დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ ავადმყოფი ადამიანი არ უნდა წავიდეს ციხეში. ბატონ ზურაბ, ნიშნავს ეს, რომ საქართველოში შესაბამისად რომ დავაკონკრეტოთ თქვენ ნიშნავს ეს, რომ თქვენ უწევთ ხარს, რომ საქართველოში ყველა ექსპერტი მთელი პროფესიული თემი უწევს დეკრიმინალიზაციას. ხარს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეხლანდელ მთავრობის დროს შემოიტანა დოზები, რომლებიც და ჩვენ ვიმუშავეთ ამ დოზებთან დაკავშირებით ადრე ჰეროინს, მეტადონს და ასე შემდეგ, თუნდაც მარიხუანას 0. აი 0. 0-ის გამო ადამიანი მიდიოდა 11 წლით ციხეში. ეს იყო კანონში. ეხლა შემოდის სიები, სადაც ადამიანი განისაზღვრება ნარკოტიკის დოზა პირადი მოხმარებისათვის. ამაზე ერთთან ხვდებით, იმიტომ რომ ამაზე ვკამათობ შინაგან საქმეთა სამინისტროს რა არის პირადი მოხმარებისთვის დოზა და ასე შემდეგ და აბსოლუტურად მესმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე მესმის ეს არის ინსტიტუცია, რომელიც უნდა აღასრულებდეს კანონს ქვეყანაში და უნდა ყველა ნარკოტიკს აქვს გარკვეული სიები არსებობს. ამაშია რომ არაინფორმირებული ხარ. მარიხუანას არ უნდა იცოდნენ იგივენაირად როგორც სხვა სიები არის შეტანილი ნარკოტიკების სიაში. ეს თქვენ ეძახით სუბუქ ნარკოტიკს და ყველა კვალიფიკაციის მიხედვით მარიხუანა არის მაგრამ მარიხუანას ერთი სიგარეტის გულისთვის 11 წლით ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ამაზე შევთანხმდეთ და არა იმაზე, რომ ჩვენ ბიოს ეხლა ეს არის დეკრიმინალიზაცია, ლეგალიზაცია. კარგით, ბატონო ზურაბ, ჩვენთან იმყოფება კიდევ ერთი ნარკოლოგი და ბატონო გელა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხთან? მე უნდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროდ ვეთანხმები ბატონ ზურაბის პირველ ნაწილს საუბრის, იმიტომ რომ აბსოლუტურად ის რაც ჩვენ გვესმის, არაფერი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან რა. ესე იგი არ შეიძლება იცით ასე მე ესე ბალეტის შესახებ. მე მგონია რომ ეს მარჯვენა იტრიალოს და არა მარცხნივ, იმიტომ რომ მე მომწონს როცა ფეხს მარცხნივ ატრიალოს. დაახლოებით ასეთი საზომით მიდის ლაპარაკი ამ ურთულეს პრობლემაზე. ბატონმა ზურაბ ამისა ნაწილობრივ თქვა. ეხლა რა შეიძლება თუგნება დეკრიმინალიზაციას. ისეთ ქვეყანაში როგორც არის შვედეთი. არა და მოტარიმი მაქვს აქ ეს და თუგნებად მოგიდან და გიჩვენებთ რომ არ იფიქროთ ჩემი აზრი. კრიმინალიზებულია ბატონო მოხმარება. საფრანგეთში კრიმინალიზებულია მოვიდა შეგვიძლია ეს ნახოთ გრაფიკულად რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული და რომელ საფრანგეთში მარიხუანას ვერ მოწევენ და ამისთვის უნდა ეხლა იცით რა ამაში საქმე იმიტომ რომ ბევრი მარიხუანა რომ ასეთი მეთოდით კამათი შეუძლებელია იმიტომ რომ თქვენ შეიძლება დილამდე თქვენ ამტკიცოთ ისაც არიცით მე არ გეუბნებით რომ საფრანგეთში თუ მოწია აუცილებლად დაიგიჭერენ არა გეუბნებით კრიმინალიზებულია მაგრამ კრიმინალიზაციას იმდენი საფეხური აქვს რომ ბოლო-ბოლო დაჭერა ხდება ძალიან იშვიათად რომ წარმოიდგინე მომბლანზე რო იყოს მაგრამ კრიმინალიზებულია თქვენ წარმოვიდგინეთ იმ ჰოლანდიაში რომელიც ძალიან გიყვართ და გვიყვარს იქაც კრიმინალიზებულია თუ წესს არ ღვევ აი წესი შეიძლება მე ამას იმიტომ მოგახსენებთ რომ მოდი ვილაპარაკოთ ისე როგორც არის ეხლა რა შეიძლება დეკრიმინალიზაციას მე საქართველოში რამდენად უჭერთ თქვენ მხარსთან ამდენად მისაღებად თუ შეიძლება რა ან მომეცით საშუალება რომ გიგავცეთ პასუხი იმიტომ რომ თქვენი შეკითხვაც არაკვალიფიციურია შემისწორეთ რა ვქნა ეხლა ასია და საქმე რა შეიცით რომ როდესაც ლაპარაკი არის დეკრიმინალიზაციაზე დეკრიმინალიზაცია თავისთავად არ არის არც პანაცეა და არც თქვენ უნდა როდესაც ლაპარაკია ევროპის მაგალითი მოგყავთ
ევროპაში თქვენ იცით რომ ერთ ადამიანზე ნარკომანიის ხაზით იხარჯება 60 евро წელიწადში. იმ ჰოლანდიაში რომელიც ძალიან გვიყვარს 118 евро იხარჯება ერთ ადამიანზე მეტი ვიდრე საფრანგეთში. ასეთ იმ ღონისძიებებზე რომლებიც და ესე იგი მკურნალობა, პრევენცია, რეაბილიტაცია ასე შემდეგ. ესე იგი მთელი კომპლექსია ღონისძიებების და როდესაც ასეთი კომპლექსია ღონისძიებების იქ შეიძლება ლაპარაკი რომ კი ბატონო მე შენ არ დაგიჭერ მაგრამ შეუნაწახული იმკურნალო იმისთვის რომ შენ იმკურნალო ამისთვის უნდა იყოს ინფრასტრუქტურა სამედიცინო ინფრასტრუქტურას უნდა გქონდეს თანხები გარდა ამისა მე ვერცერთი ადამიანი ვერ მეწყობს აქ რომ ყველა არც ერთ ნარკომანს მაინც კურნალობა არ უნდა ამიტომ სპეციალური ადმინისტრაციული სახტელების სისტემაა შექმნილი არა სისხლის სამართლის ადმინისტრაციული რომ შენ თუ არ მიხვედი სამკურნალოდ მაშინ პასპორტ ჩამოგართო მე სამაჯოს გაგეთებ სახლი არ გაგიშვილ ასე შემდეგ ესე იგი სხვა სიტყვებით რო ვთქვა იქ ნახევრად ესე იგი ნახევრად ანუ სხვა სიტყვებით უნდა შეიქმნას სისტემა რომელიც უზრუნველყოფს პიროვნებას რომ ესე იგი ჩვენ იმას კი არ ვიჭერთ არ გვინდა ვის უნდა ის დაჭერა მაგრამ უნდა უზრუნველყოთ ის რომ ის კურნალობის სისტემაში ჩაერთოს არ გახდეს ნარკომანი და ხელი არ შეუწყოს სხვის განარკომანებას აი იმ ერთი წუთი და ვამთავრებ აი იმ კანონში რომელზეც არის ლაპარაკი იქ ჩადებულია ესე იგი დეკრიმინალიზაცია აი იმას მეც ვაწერ ხელს ერთ-ერთი თანაავტორი ვარ მაგრამ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს როგორც ღონისძიებათა კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და კიდევ ვიმეორებ ბატონებო და ქალბატონებო თუ არ გვექნება თანხა საკმარისი იმისთვის რომ ხარში ამოუდგეთ ნარკომანს რომ დავეხმაროთ მას უმკურნალოდ რეაბილიტაცია მოახდინოთ ასე შემდეგ უბრალოდ უთხრათ აა მიდი და მოწიე ეს არის უბედურება დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში კი მაგაზე ვილაპარაკეთ გავაგზავნებთ ჩვენ საუბარს მიშა მოგცემთ რა თქმა უნდა სიტყვას ჩვენ ახლა ჩაგვეცობა ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ ეთერში მე მაყურებელს შევახსენებ რომ პარალელურად ის ხედავს რა ხდება კიევში უკრაინის დედაქალაქში სადაც ბერკუტმა რა თქმა უნდა სადაც დაიწყო დარბევა გიორგი მინისტრები დაამთავრებენ თუ კიდე ჩაერთვებიან არა მინისტრები დაასრულებენ და შემდეგ გადმოვაკ კარგით, მოვუსმინოთ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვეცობა. ბატონ დავით, მოგესალმებით. ბატონ დავით, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორია? კანონი უნდა გახდეს უფრო მკაცრი თუ უფრო ლიბერალური? არ არის საუბარი მთლიანობაში, შეიძლება გარკვეული მიმართულებებით. პირველ რიგში მე გამოვეხმაურები ჩემი კოლეგების მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ ის, რასაც მე ვისმენ ახლა ეთერში და რასაც ვისმენდი წინა დღეებში, არის სწორხაზოვანი ყველაზე რბილად რო ვთქვა დამოკიდებულება, ესე იგი, რამოდენიმე ადამიანმა იცის პრობლემის გადაწყვეტილების გზა, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და ამ დარგის ექსპერტები, მთავრობა ვერ ხვდებით ამ ყველაფერს. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე მარტივად არ არის საქმე, ამას სჭირდება სკრუპულოზური და ყოველდღიური მუშაობა და რაც შეეხება ესე ხისტად დასმულ კითხვას, ანუ გამკაცრება კარგია თუ არა, ამაზე საბუნებისმეტ კანონია ქმედებას მოსდევს უკუქმედება. ეს არ არის გამკაცრება, არამედ ეს არის რეგულაციების ადაპტაცია და მორგება არსებულ რეალობასთან და საერთაშორისო გამოცდილებასთან. როგორი იქნება ახალი კანონის შემდეგ ეს რეგულაციები? რომელიც ჩვენ ვიცით, რომ მუშაობა თუ არ ხდებით, თითქმის დასრულებულია და რამდენიმე დღეში უკვე მთავრობის ხდომაზე უნდა მოხდეს ახალი კანონპროექტის განხილვა. ამ მიმართულებით ნარკომანიის კონტროლის მხრივ რიგი ღონისძიებების უკვე გატარებული არის, რომელიც ჩემმა კოლეგამ უკვე მოგახსენათ. ეს არის გარკვეული ჯგუფების რისგან მზადდებოდა ვინტი და ჯეფი ატანა, ასე ვთქვათ, ნარკოტიკების ჯგუფში. ეს არის ახალი 6 კომპონენტიანი შემადგენლობის, რომელსაც ლიდერობდა ბაკლოსანი, გადატანა ასევე რეცეპტის პირველ კატეგორიაში და ეს არის აგრეთვე მთელი რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები, რომელიც ერთ-ერთი თქვენ რაც გააჟღერეთ, ეხლა ეს
ბიოქიმიური ბირთვი, სწორედ მისი კრიმინალიზაცია. ეს არ არის ჩვენი ასე ვთქვათ ნოუ-ჰაუ, რომ გუშინ მოვისმინეთ, რომ მოხდა ეს უბედური შემთხვევა და გულწრფელად სამძიმარს უცხადებ ამ დაღუპულ გარდაცვლილის ოჯახს და მეორე დღეს გამოვიტანეთ ეს რეგულაცია. ამას წინ უძღოდა თვეების მუშაობა, რისკების შეფასება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აკრძალვას მით უმეტეს ამ დარგში ნარკოლოგია, ნარკომანიაში მოყვება აუცილებლად სხვა ახალი მიმართულებების გამოჩენა და სტრატეგია ალტერნატიული გზების ძებნა. ხო თქვენ ამბობთ, ანუ პრინციპში თუ მე მაქვს მოთხოვნილება და შესაბამისად მოთხოვნა და ჩემი მხრიდან არსებობს გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებებზე, უბრალოდ აკრძალვით ეს ჩემი პრობლემა არ მოგვარდება, მე შევეცდები ალტერნატიული გზები მოვძებნა და შეიძლება გადავერთო უფრო იაფასიან საშუალებებზე, რომელიც უფრო მარტივად ხელმისაწვდომია, სიტყვაზე ვამბობ მაგალითად კროკოდილზე. დიახ, და სხვათა შორის სწორედ ასე მოხდა კიდევაც მე თვალსაჩინოებისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ სასწრაფო და გამოძახებები, ინტოქსიკაციები 2010 წლიდან იწყება მკვეთრი ზრდა და უფრო საინტერესო არის გაყოფა, როდესაც ფსიქოად აქტიური ნივთიერებების ხარჯზე ხდება სწორედ აი ეს ზრდა, როცა ნარკოტიკების როგორც ასეთი გამოყენება დაახლოებით იგივე არის. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ერთ გრაფიკში თავმოყრილი და თუ მექნება ორი წინადადებით რომ დავასრულო საშუალება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დილით არ გაგვიძებია და არ გადაგვიწყვეტია, რომ მოდი გავამკაცროთ. ამას ანალიტიკა უძღოდა წინ და პარალელურად იმ სისტემის და სტრატეგიის გაუმჯობესების მკვეთრი და ინტენსიური მცდელობა, რასაც ქვია დამოკიდებული ნარკოტიკებზე დამოკიდებული მომხმარებლების რეაბილიტაცია და მათი მკურნალობა. ეს პარალელური პროცესები არის და რა თქმა უნდა ეს ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან მართლაც უკაცრავად, მაგრამ მიკვირს რომ რამოდენიმე ადამიანი თვლის რომ მთელი საქართველო ვერ ხვდება იმას, რაც მათთვის ცნობილია და ამერწმენთ ეს ასე არ არის. ბატონო, მაგრამ რო გითხრათ, აი რა სახის პროგრამები ხორციელდება ამ მიმართულებით? ბოლო მიმართულებით რომ ზოგადად არსებობს ძირითადი ხუთი მიმართულება და სოციალიზაცია და ასე შემდეგ ამ ადამიანებს. არსებობს ხუთი მთავარი მიმართულება და ნუ მე-6 ჯერ არავის არ მოუგონია. ხუთივე არსებობს საქართველოში. ძირითადი მიმართულებები ეს კარგად ცნობილი არის. ჩვენი ამოცანა არის არსებული რესურსების, არსებული პროექტის მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა, ანუ არსებული რესურსების გამოყენების მაქსიმალური ეფექტურობა, უფრო უკეთესი ორგანიზაცია, კარგი გათვლა და შესაძლებლობის შემთხვევაში ფინანსური და მენეჯერული გაზლიერება ამ მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გააზრებული გვაქვს და მუშაობთ ამ მიმართულებებზე. დიდი მადლობა ბატონო დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა დაუბრუნდებით ისევ კიევში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეკლამო ჭრის ნაცვლად, რომელიც ახლა უნდა ყოფილიყო არჩევანის ეთერში, ჩვენ უბრალოდ გავიდეთ აი ამ კადრებზე, რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებთ. რა ხდება კიევის ცენტრში? რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ კომენტარის გარეშე შეგეძლებათ ნახოთ. ინფორმაცია ამ ეტაპისთვის ასეთია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბერტულმა დაიწყო დარბევა ცენტრში შეკრებილი ხალხის, არ ვიცით რა მდგომარეობაა, არიან თუ არა დაღუპულები. ეს როგორც ხედავთ. შესაძლებელია დაუყურებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც კი იყვნენ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის
არის პროდიუსერი მეუბნებიან ახლა რომ დადასტურდა ეს ინფორმაციაც რომ ნამდვილად არიან დაღუპულები და თქვენ ხედავთ რა ხდება კიევის ცენტრში დადასტურდა ინფორმაციაც რამდენადაც მეუბნებიან რომ დაღუპულებს შორის არის ერთი ქართველიც როგორც მინიმუმ დავუკავშირდეთ საქართველოს ელჩს უკრაინაში და ის პირდაპირ ეთერში ჩავხდოთ და შესაძლებელია მოხდება ჩვენ აგრეთვე უკრაინელი ჟურნალისტები ჩაგვერთონ და ისინი გვეტყვიან თუ რა ხდება უფრო დეტალურად ამ მომენტში კიევში. ეს არის არსენ იაცინუკის მიმართვა, აი ახლა ჩანს კიდევაც ის კადრში, რომელიც მიმართავს კიევის ცენტრში შეკრებილ ხალხს და ის ამბობს, რომ ეს საქმე, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. რაც გულისხმობს იანუკოვიჩის ხელისუფლების გადადგომას, გადაყენებას. საქართველოს ელჩი უკრაინაში გვერდდება ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზით.
მოგესალმებით, გესმით ჩვენი? დიახ, მესმის. ისმენ. დიახ, რა ხდება რომ გითხრათ უფრო დეტალურად ამ მომენტში კიევის ცენტრში? ნუ კიევის ცენტრში დაგაგებული მდგომარეობა შტურმი მიდის, ძალიანები აფორმოებენ შტურმს მეიდანზე. ენის სტროიქ ხალხი დემონსტრანტებით განან. სიტუაცია ძალზე მძიმეა. აღუდგენელს ინფორმაცია რომ არიან დაღუპულები. დიახ, ოფიციალურად როგორც გახდა ცნობილი 9 ადამიანზე საუბარი ამ საათისთვის, მათ შორის 2 მილიციონერი, 9 მათ შორის დაღუპულია ნატყუეთხვიებისგან. გაამთქვენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები? საქართველოს მოქალაქეები გახლავთ სამწუხაროდ არ დაიცვალა. რადგან მას ძალადობის ნიშნები არ ეთყობა, ეს მეექსპერტმა შეამოწმა, ახლა ჩვენი კონსული და შინაგან საქმეთა წარმომადგენელი საქართველოს გაემგზავრნენ იქ ადგილზე რომ ნახონ გარდაცვლილი. ეს გახლავთ ზურაბ ხორცია 1960 წლის დაბადებული სენაკში, რომელიც გარდაიცვალა მეტრო ხრეშატიკის სამი გამოსასვლელი აქვს. ხრეშატიკის მეტრო ხრეშატიკი და ინსტიტუტსკაია ესეთი ქუჩა არის, მეტროდან გამოსასვლელში გარდაიცვალა. ხო, აი ესეთი სიტუაცია. ბატონო მიხეილ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ძალები ცდილობენ ტერიტორიის გაწმენას, რამდენად ახერხებენ ისინი ამას და დამატებითი თუ იკრიბება ხალხი ცენტრში. იგივე ძალიან დიდი რაოდენობით არის ხალხი და მე ფაქტურად არ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს შედება ასეთი რაოდენობის ხალხი, რომელიც გამაგებულია მეიდანზე დემონსტრანტები. ახალი მასა თუ მოდის ოპოზიციის მხარდამჭერების? ეხლა მიიღო გადაწყვეტილება, ესე იგი უკრაინის მინისტრ-საქმეში მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა, ესე იგი 19 თებერვლის 0 საათიდან შეიზღუდა კიევის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა, ეს უკვე გამოცხადდა. ხო, ნუ ასევე გააჩნია რომ თითქოს ხვალ უნდა შეიკრიბა, ხვალ უნდა მოხდეს შეხუდა პრეზიდენტ იანუკოვიჩი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მაგრამ ყველამდე მთელი ღამეა კიდევ გამოხდება ეხლა ამ პერიოდში ძალიან ძნელია რაღაცის პროგრამა. ინფორმაციით ეს თავად იანუკოვიჩის მხრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა? ნუ ეს რიბაკმა განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, მანამდე უმაღლესი რადის თავმჯდომარემ და მანამდე ერთ-ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან. ვიცით თუ არა რამდენად თანახმაა ოპოზიცია ამ შეხვედრაზე? ნუ არ ვიცი ხა ამ სიტუაციაში ხა რა ხდება, ხოგეცით ხა განართულია შეხვედრაში გამართება შეხვედრა საერთოდ ხვალდილით როცა სასწრაფოდ ხა უნდა გამართოს და უნდა ეხლა შეხვდე ჩემი აზრით. ნუ თქვენ იცით რომ კეთრინ ეშტონმა უმაღლესი წარმომადგენელმა ევროკავშირის დააგმოვეს მოლადობა კიევში, მოუწოდა უკრაინის ხელმძღვანელს გადაწყვეტოს კრიზისის ძირითადი მიზეზები და რომ უმაღლეს სადაში უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირმა ასე ჩვენამ განაცხადა, განცხადება იყო და ნუ სიტუაცია ძალზე რთულია. კარგი, დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, სატელეფონო ხაზზე იყო საქართველოს ელჩი უკრაინაში, იმის დამხელით თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ ვხედავთ რომ მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და სწრაფად ვითარდება, ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება მიხეილ უკლიბა ისევ ჩაგვერთოს და მოგვაწოდოს ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან, უკრაინის დედაქალაქიდან. ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაგრძელოთ გადაცემა, უკვე დავუბრუნდეთ თემას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოვლენები იმდენად დრამატულად და იმდენად მოულოდნელად განვითარდა, რომ შეიძლება უფრო უკრაინი ყოფილიყო ახლა კიევზე საუბარი, მაგრამ გავაგრძელოთ იმ თემაზე საუბარი, რომლისთვისაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. ბატონო, კარგი, მოდით დიახ, ქალბატონო ელენე, გისმენთ. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ მქონდა ურთიერთობა, ერთად მუშაობდით ზოგჯერ კანონებზე და ასე შემდეგ. არავინ არასდროს არ დაინტერესდა ერთი რამით. პრაქტიკულად ახლა მე 10 წლის განმავლობაში, ბოლო 10 წელიწადი ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ხო? ამიტომ ჩემ ხელში გაიარა ძალიან ბევრი ნარკომანების საქმე. მე ვამბობ მომხმარებელზე, რეალიზატორზე, შემომტანზე და ასე შემდეგ. მე მაინც აქცენტს ვაკეთებ მომხმარებელზე. რა ხდება აი ამ მომხმარებლებზე? პირველად ესე იგი ის იხდის ჯარიმას, მეორე თუ დაიჭირეს აძლევენ პირობითად 1 წელს, თუ კიდე ესე იგი დაიჭირეს ასე ვთქვათ, უკვე მიდის ციხეში 3 წელი პლუს ეს 1 წელი და 4 წელი ზის ციხეში. ვინმე თუ დაინტერესდა ჯერ ერთი
აი იქიდან გამოსული ის უბრუნდება ნარკოტიკების მომხმარებაზე? რა თქმა უნდა, არა, მე ვიცი, რომ ის ბრუნდება. პრაქტიკულად რა ხდება, ესე იგი, პირობითი მისცეს მერე პოლიცია აკვირდება არა იმიტომ რომ ან სახელმწიფო დაეხმაროს რომ მერე აღარ მიიღოს ეს ერთი პირობითი ხო? პირობითი მიიღო მერე რა? მერე ჩასაფრებულები ელოდებიან როდის კიდე მოიხმარს რომ მერე ციხეში გაუშვათ. ამიტომ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ჩვენ მქონდა მხოლოდ დაჟადი პროცედურა და არაფერი არ კეთდებოდა იმისათვის რომ ადამიანი თუ მომხმარებელია რაღაცა დახმარება სამწუხაროდ მიიღო პარლამენტმა რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ბოლო 4 წელი არა ერთი მე ვამბობ ბატონო გიგი სწორედ ეს გვაინტერესებს უბრალოდ რას ვამბობ იცით აქ ლაპარაკი მხოლოდ ჯანდაცვაზე, მხოლოდ პოლიციაზე, მხოლოდ დაჟეს პროგრამაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ მე ვფიქრობ, აქ ძალიან კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს. იმიტომ რომ მე უამრავი ფაქტები ვიცი, როცა ოჯახში დედაც და მამაც არიან ნარკომანები, შვილიც ხდება ნარკომანი. გამიგეთ, ვინ მუშაობს ამ ოჯახთან, ვინ მუშაობს ამ შვილთან, პრაქტიკულად ის იგი, აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. თქვენ ქალბატონო ელენე იყავით მართლაც დეპუტატი წლების განმავლობაში ბატონო გიგი თქვენც და მუშაობდით ამ თემებზე. არ ვიცი თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ მათ შორის კანონმდებლობით ვინაიდან თქვენ ამაზე ისაუბრეთ. მაშინ რა შეცვალეთ ან შეეცადეთ რომ შეგეცვალათ? იცით რა სამწუხაროდ მე როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებების ჩვენ ყოველთვის გქონდა განსხვავებული პოზიცია. აი ბოლო აი ეს ჩემ დროს შემოტანილი კანონ პროექტი პრაქტიკულად ჩვენ აბსოლუტურად დავშალეთ და ვთვლით რომ არ შეიძლებოდა ამისი გამოტანა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტანი ვიყავით, გაიგეთ? ამიტომ მე ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში პოზიცია დამეფიქსირებინა, მაგრამ ვერ გამომქონდა ბოლომდე. თქვენ როგორი პოზიცია გქონდათ და თუ შეიძლება ერთი წუთი. მეგობრებო, ერთი წუთი მოვუსმინოთ. ახალგაზრდები გეკითხებიან თუ თქვენ ეფექტურად ვერ ასრულებდით იმ ცვლილებებს ვერ შექონათ ის ცვლილები, რომლებიც გინდათ მაშინ რატომ შეგვიძლია? ბოდიში. კარგით, მოვუსმინოთ სტუმრებს და შემდეგ ეკეთება თქვენ საშუალება რომ გამოთქვათ კომენტარი, თქვათ კომენტარი. მოდის ვიხდი, ნუ წარმართავთ იმ სტილში ახლა რომ ესე იგი თქვენ თუ რაღაც არ მოგწონდათ და ამას პოლიტიკურ საშუალებას, ამას დავანებოთ საკითხზე ვილაპარაკოთ. მე გეტყვით მაგალითად რომ მე არ მომწონდა ბევრი რამ და მე გავაკეთე კანონის ინიციირება აგერ ბევრ კოლეგასთან ერთად. მე მგონი დამეთანხმებით, ხო? ხო. ეს იყო პირველი კანონი, პირველი მცდელობა პრობლემის აქტუალიზების მე გეტყვით და სადაც იყო ჩადებული დეკრიმინალიზაციაც და იყო ასევე ბევრი სხვა რამ. ერთი წუთი ზურა. რაც ეხებოდა მომხმარებლის უფლებას, რომ ყველა მომხმარებელი მომხმარებისთვის არ წასულიყო ციხეში, რომ ჯარიმები, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, ის თანხები მოხმარებოდა მათ კურნალობას და ეს მექანიზმები იყო ჩადებული ამ კანონში. ნუ ამ კანონის რაღაცა ნაწილის რეალიზება მოხდა, მეორე ნაწილის რეალიზება ვერ მოხდა, რატომაც ვერ მოხდა? ამაზე შემიძლია გითხრათ? გითხარით, რატომ ვერ მოხდა? ერთი ნაწილი რაც ბატონი ზურაბი საუბრობდა აქ, რომ მაგალითად დოზები არ არსებობდა და ადამიანები შეიძლებოდა წასულიყვნენ ციხეში, უბრალოდ იმის გამო, რომ შპრიცში ან რითაც მოიხმარდნენ, უბრალოდ კვალი ყოფილიყო. ეს ასე ვთქვათ, შევცვალეთ ჩვენ. გარდა ამისა, პირველად სახელმწიფომ ეს კანონში შეიცვალა. არ შეცვლილა, ბატონო გიგი, რატო იძახით? დოზა არ შეცვლილა. ნოლი იყო. დოზა მივიღეთ 3 ნივთიერება იყო 0, მეტამფეტამინი, რაც იყო პოპულარული. აი ბატონო გიგი, რატო იძახით? მეტადონი, გეროინი და მეტამფეტამინი იყო 0. არა ეს მუშაობს დღეს. კარგით. მე ხვევიან.
გეთახმებით დავუბრუნდეთ აკოს ისი მცდელობა ზუსტად დაასრულოს ბატონმა გიგიმ და კითხვა იყო თუ არ მოგწონდა რას ვშვიდით მე გეუბნებით რასაც ჩვენ შემოვიდა 70000 ადამიანმა მოაწერა ხელი კანონ პროექტს აგერ არის ხელი წარმომადგენლები დღესაც თაროზედებს ეს კანონი არ გაგიხილი ჩვენი ის არ არის არ გაგიხილი არა ხართ მართალი როგორ არა მართალი თქვენ კანონში რომელიც ზიანის შემცირების ხელთაერთად ჩვენ ძალიან ახლოს თანამშრომლობთ თქვენ წინა პერიოდში გაცილებით კონსტრუქციული დამოკიდებულება გქონდათ ჩვენთან და ბერომეში გვეთანხმებოდით რაც შეეხება ამ კანონს განიხილეს კანონი და თქვენს რომ ეს არის მიუღებელი იმიტომ რომ ეს კანონი იყო სრულიად პრაქტიკულად ლეგალიზება მე მახსოვს 100 ლარი იყო მხოლოდ ჯარიმა მოხმარებისთვის ისიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ნემსის ყველაფრის და ეს იყო მიუღებელი დღეს რა გამოსავალს ხედავთ თქვენ გამოსავალი რა თქმა უნდა საქართველოს რაღაც ინვენცია ვერ მოხდება და გამოგონება ჩვენ 2007 წელს პარლამენტში სწორედ იმის გამო რომ პრობლემა არსებობდა ძალიან დიდი და შევახსენებ აქ საზოგადოებას 2004 წელს 5 წელს 6 წელს და კიდე გარკვეულ პერიოდში იყო უმძიმესი პრობლემა სუბუტექს და სხვა ნარკოტიკებს წალეკილი ქონდა საქართველოს იყო შემდგომი C-ჰეპატიტის უზარმაზარი პრობლემა და ბევრი სხვა რამ იმ პოლიტიკამ რომელიც თქვა გარკვეულწილად კაცრი იყო და რეპრესიული შესაძლებელია მიწოდების თვალსაზრისით იმუშავა ნარკოტიკის მიწოდება მაქვს ხედველობაში და ჩაიკეტა ძალიან ბევრი წყარო თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყეს ადამიანებმა შემდეგ გამოვიდა სწორედ ასე მივიდით ამ კუსტარულ ნარკოტიკებთან მხოლოდ ერთი მიმართულება აქ არ არსებობს ჩვენ შევქმნით ნარკოპოლიტიკის დოკუმენტი ერთად ბევრმა ადამიანმა სადაც არის ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი რა უნდა გაკეთდეს პირველი მიწოდებაზე ვინ უნდა იმუშაოს და სამართალდამცავმა მოთხოვნაზე ვინ უნდა იმუშაოს და ეს არის სწორედ ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემები ჩემთვის ახლა ძალიან მძიმეა საუბარი თუნდაც ამ ფაქტზე იმიტომ რომ ეს ბიჭი არის ჩემი ძალიან ახლობელი და ეს სწორედ ის შემთხვევა რომელიც ძალიან შემთხვევით მოხდა ეს არ იყო არც აქტიური მომხმარებელი ის არ იყო არც აბადმყოფი ნარკომანი და არაფერი ის იყო სოციალური რაღაცა გარემოს ჩემი აზრით მსხვერპლი გახდა და სწორედ იმის კიდევ უფრო მტკივნეულია იმიტომ რომ ინფორმირებულობაც არ არის ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს ეფექტური სისტემა რომელიც იმუშავებს თუნდაც იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება დეკრიმინალიზაცია და კიდე გეუბნებით მე ვიყავი ერთ-ერთი ავტორი იმისა რომ გარკვეულ მოცულობით ეს მომხდარიყო სისტემა თუ არ იქნება ყველა ცალკე აღებული მეთოდი არაეფექტური იქნება ჩვენ გვჭირდება სარეაბილიტაციო ცენტრი გვჭირდება დახმარება და პირველად ჩავდეთ მაშინ ბიუჯეტში ფული რომელიც დღეს გაქრა კარგ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზე ბაზალეთზე ამის პროექტიც არსებობდა ნოუ-ჰაუც არსებობდა ამიტომ მე მიმაჩნია რომ ყველა მეთოდი უნდა იყოს აპრობირებული მანამდე მინდა სტუმრება ჩვენმა სტუმრებმა რამდენიმე კომენტარი გააკეთონ ხალხმა გისმენთ მოგესალმებით. ეს ამბავი მგონია რომ გამოიწვია მე და ნანუკას სტატუსებმა. ალბათ ის ორი პირველი ადამიანი ვიყავით, ვინც Facebook-ზე გავაკეთეთ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი. ჩემი მიზანი მართალი რომ გითხრათ იყო ის რომ მიმექცია მთავრობის და საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემისთვის ეს არ არის დღევანდელი პრობლემა ეს ჩემი თაობის პრობლემაა კიდევ და მაშინ სხვა ნარკოტიკი იყო დღეს სხვა არის და მე ვთვლი რომ ძალიან სერიოზული ჩარევა არის ამ პრობლემის გადასაჭრელად არა მარტო სახელმწიფოსი არამედ ჩვეულებრივი ადამიანების საზოგადოების და ვთვლი რომ პირველი პრობლემა რაც არის გადასაჭრელი არის ახალგაზრდების ინფორმირებულობა, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვს და რაც შეეხება ახლა აქ ლაპარაკი იყო არიციან რა არის საერთოდ ნარკოტიკი, იმიტომ რომ ამ ჩემ სტატუსზე ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ მიმიწერა რომ იქ იყო დიდი განხელვა და იყო ლაპარაკი იმაზე რომ ექსტაზი, მარიხუანა არ არის ნარკოტიკი, რატო არ არის? მე ვთვლი რომ ყველანაირი ნარკოტიკი არის უბრალოდ სხვადასხვანაირი ზემოქმედება აქვს ადამიანებზე, ხო სწორია და
ეს საზოგადოების ინტერესი გამოვიწვიე და მე ამითი ვარ ძალიან კმაყოფილი და ეხლა მე ვფიქრობ რომ ამაში უნდა ჩაერიოს მთავრობა, ნარკოლოგები, მე მაგალითად ძველ ნარკომანებსაც მოვიწვევდი რაიმე იმიტომ რომ როდესაც აი ესეთი განხილვა ყოფილა აი ის ადამიანები ვინც ადრე მოიხმართ ნარკოტიკებს მაგალითად სასაცილოდ არ ყოფნით დღევანდელი ნარკოტიკები ანუ აი ეს ბიო ის კროტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ამ ადამიანებსაც შავრევდი და რჩევას ამ ადამიანებისგანაც მე ვიღებდი. კარგი, შალვა. ერთი პატარა ჩართული, ძალიან პატარა. დიახ. უსმენდი და მე მესმის რომ რაღაცა გარკვეულის საჭიროა ოპტიმიზმის და ყველაფერის, მაგრამ ამასთან ერთად სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად და სხვა რაც დღეს ქვეყნდება და ყველაფერი არის კარგად. ნამდვილად არის უკეთ დანახვა სერიოზული პრობლემების რომელიც დღეს არის. დღეს საქართველოში თუნდაც ამ ბოლო პერიოდში ეხლა მე მგონი საზოგადოებას არ ეჩვენება, არც მე არ მეჩვენება მოიმატა ამ ყველაფერი. მე ასე მგონია. რაღაც პერიოდი იყო უფრო ჩაწყნარებული ეს პროცესი, ნაკლები იყო ბევრი რამ, შემოტანილი ნარკოტიკებით სხვაც და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ამის მიზეზები რა არის, შეიძლება ცალკე ჯერობის საგანი იყოს, მაგრამ ამას არ შეიძლება რაღაცნაირად ვერზე გადაგება. იმაჩნია რომ ამისთვის არ უნდა იჭერდნენ ადამიანს. კარგი, მოდი აი ახლა შალვასთან მინდა გადავიდე. შალვა, მაგრამ მე იმასაც ვიტყვი რომ მე ასეთი აზრის მომისმენია რომ საერთოდ დისკუსიაც კი არის ამ თემის პირიქით რაღაც პოპულარიზაცია და ჯობია ეს ვიღაცამ სადღაც გადაწყვიტოს და ამაზე ზედმეტი საუბარი ასეთი ფორმით არ იყოს. შესწორება შევიტანოთ შენს ანოტაციაში მე ჩევრი არა ვარ. მე ვარ პიარის დეპარტამენტის უფროსი. ხო, მე მოკრებ ეს ხო. არა, კაი. ნუ რა შევამოკლებ, საკოსი აღარ მომაყენე. ეხლა რაც შეეხება ნარკოტიკებთან ხონდა შეხება უშუალოდ მიმიღია რამოდენიმე ჯერ ახალგაზრდობაში, შემდეგ ციხეში რო ვიჯექი ძალიან ბევრი აი სათუნამო თქვა ძველი ბებერი ნარკომანები ყოფილან ჩემთან საკანში და ვიცი ყველაფერი ამ საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, აკრძალვით ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწევ, მარტო აკრძალვით, იმიტომ რომ თუ აკრძალავ ერთ ნივთიერებას გადავლენ მეორეზე, მესამეზე, წებოზე, ბოლოს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ყველაფერს ვერ აკრძალავ. ბოლო ადამიანი შეისუნთქებს, ცოტახანი გაჩერდება, ჩვენ ბავშვობაში რო იყო და იმით იკაიფებს. ადამიანს კაიფი უნდა გამოსავალს დახავს, ხო? იმ გასული 9 წლის ხსენება მე მგონი არ არის სწორი, ეხლა, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკა ნულოვანი ტოლერანტობის და მათ შორის ულმობელი ნარკოპოლიტიკის გატარებისა რო არ მოგწონდა ხალხს და არ მოწონდა, მაშინ მოვიგეთ არჩევნები და ეხლა ჩვენი უნდა ვშოვად მყოფობადი და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ კუთხით. მე ერთი რამ მინდა ვიკითხო, უბრალოდ შეიძლება ეს რიტორიკული შეკითხვაა, რა ქმნის ადამიანს ნარკომომხმარებლად? რატო ავადდება ადამიანი? რატო ხდება დამოკიდებული? საიდან იწყება ეს და სად თავდება? ადამიანი, რომელსაც რაღაც გარკვეული კარიერა სურს, რომელიც მუშაობს, რომელიც განათლებას იღებს, რომელსაც ყოველი დღე დაგეგმილი უნდა ჰქონდეს, ის ადამიანი არ გახდება, ხო, ესე მარტივად ნარკო დამოკიდებული ადამიანი. პლუს მეორე საკითხიც მინდა წამოჭრა, ეს ძალიან უკვე უტრირებულია და ძალიან იაფასიან პროპაგანდადაც კი ჟღერს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საუბრობთ მოთხოვნა და მოთხოვნილება უნდა შესაბამისად, კარგი იქნება თუ ვილაპარაკეთ არა რომელიმე კონკრეტული ნარკოტიკის ფორმულის დაუშვათ დასჯაზე ან ქიმიური ფორმულის კრისტალის ბირთვზე, რომელიც შეიძლება აღვგზავნოთ, იმიტომ რომ ეს არის სარფიანი საქმე, ეს არის ბიზნესი. ყოველთვის ბიზნესი ასწრებს სახელმწიფოს. ყოველთვის გამოიგონებენ უფრო და უფრო მეტ ნარკოტიკებს. იმიტომ ამაზე ძალიან დიდ ფულს შეუღლობს ბევრი. ძალიან ბევრ ფულს შეუღლობს, შეიძლება გაძვირდეს ეს ყველაფერი. მოდით, ხო არ ჯობია უფრო ჰუმანიტარულ საკითხებზე ვილაპარაკოთ და როგორ შეიძლება ადამიანი არ გახდეს ნარკომანი, ანუ ეს ცუდი სიტყვა, ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი და როგორ შეიძლება რომ ვინც არის დამოკიდებული ის განიკურნოს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მგონი ნებისმიერ სხვა განხილვა აკრძალვის კუთხით ან რაღაც სხვა რაღაც ესეთი რაღაცების კუთხით არ არის მაინდა-მაინც პროდუქტიული. კლასიკა არის ასეთი. ჩვენი ფრომი ძალიან ცნობილი და ასე შემდეგ. ესე იგი, ასეთი ის ამბობს, რომ აი შეისწავლა
10,000 სტუდენტი ამერიკელი და მივიდა დასკვნამდე და მაგალითი მოყავს ასეთი ერთი სტუდენტი რომელიც ნარკოტიკებს იღებს ინტენსიურად ამბობს რომ მე მყავს დიდარი შობრები ამიტომ კარგი ბინას ქირავ მაქვს მანქანა არის მყავს გოგო რომელიც მომწონს კაი გარეგნობით ვარ სწავლა შემიძლია ყველაფერი მაგრამ არ ვიცი რისთვის ცხოვრობ ესე იგი დგას საკითხი ცხოვრების საზრისი ეგზისტენციური საკითხები ესე იგი ცხოვრების საზრისი მიაჩნია მას მიაჩნია ცხოვრების საზრისი ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად. გასაგებია, ერიხ ფრომი მოისმენია და ამისაც ბატონმა მე ეხლა და მივცე სიტყვა გოგას. ძირიხანია გველოდება. ცოტა სამწუხაროდ მოусმინოთ გოგას ცოტა სამწუხაროდ მუშაობა ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში მუშაობთ რაღაც პერიოდში უკრაინის გამო, ვინაიდან მე ვეთქვი მაყურებელს რომ ჩვენ კურიერის სპეცდამუშავებაც გველოდება ცოტა ხანში უკრაინის შეუძლებელია აი ამ ფონზე იჯდე, ამაზე არ ფიქრობდე, მით უმეტეს ძალიან ეხება ჩვენ ქვეყანას და მე მინდა გულწრფელი სოლიდარობა გამოხატო თავისუფალი უკრაინელი ხალხის მიერ და უსურო პუტინის და აი ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვებას. რაც შეეხება დღევანდელ თემას რომ არ გავხსნით. იცით აი მე ჩემ მოსაზრება მაქვს ჯერ ერთი მინდა იმ თემას გამოვეხმარო რომ იყო პერიოდი და ალბათ ეს რაღაც წარსულსაც შეეხება ძალიან მოკლედ რომ გარკვეული სტიქია იყო და როდესაც სახელმწიფოს არ აქვს იმის არაფრის თავი არ აქვს პრაქტიკულად და მით უმეტეს იმის თავი რომ თითოეულ ნარკომანზე თუ ასე შემდეგ ბევრი ფული დახარჯოს რაღაცა სარეაბილიტაციო ცენტრები გახსნას მაშინ უფრო ადვილი გამოსავალი ხდება ხოლმე უფრო მეტი ადმინისტრირება და რაღაცა ესეთი დაჟჯადობა რაღაც გარკვეული შედეგი რაღაც მომენტში შეიძლება გამოიღოს თუმცა მე მაინც გონია უკაცრავად რა მე მაინც გონია რომ ძალიან დიდ გზას ავწვდით წარმოდგენებში და რას გულისხმობ მინდა რომ დავასრულო იმიტომ რომ კონტექსტთან ამოგლეჯილი შეიძლება რაღაც უცნაურად გამოჩნდეს ადამიანი თვითონ ისეთი არსებაა რომ მას აქვს საშუალება რომ ყველაზე ცუდი გაუკეთოს საკუთარ თავს და ყველაზე დიდი ზიანი მიეყნოს თავი მოიკლას ჩაულებრო სუიციდი ჩაიდინოს გავიდეს აგური ჩაითქას ფანჯარა გამოაღოს გადახდეს ფრენის არ ვიცი ნებისმიერ სხვადასხვა მეთოდ შეუძლია მოიკლას თავი ყველაზე დიდი ზიანი მიაყენოს თავის თავს ეს იმდენად მაღალზე წევს თამასას ზოგადად ადამიანის არსებობის და არარსებობის ამის ქვემოთ რომელმა სახელმწიფომ რა ადმინისტრირებამ რა იზორია ახალმა ლაბორატორიებმა რა ახალმა კანონმა ასეთი მიდგომით მე ვფიქრობ პირველად ჩემი მოსაზრება ეს რომ ვერანაირ შედეგს ვერ მივახცევთ არ იქნება ბიო იქნება შმიო ნიშნულობა არ აქვს ამას მე ვფიქრობ რომ ალტერნატივაშია ამ შემთხვევაში გამოსავალი ის რომ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი პროპაგანდა განსაკუთრებით ცხოვრების წესის სარეაბილიტაციო ცენტრები აღარ უნდა ადამიანს ნარკომანი რა თქმა უნდა რა სისულელია არ შეიძლება თანამედროვე მიდგომებით და ზოგადად თანამედროვე სამყაროში ნარკომანი ჩასვა ციხეში და რაღაცა არ ვიცი რაღაცა ის მოუწყო დეკრიმინალიზაციას თუ განიხილავთ დაიწყო ბატონ გიგისგან მოვისმინეთ რომ დეკრიმინალიზაციას ის ითხოვდა თავისი კანონით იცი სად მთავრდება ეგეც არა სად მთავრდება დეკრიმინალიზაცია არა სხვა რამეს გულისხმობ ანუ მე უფრო შორს მედივარ მარიხუანაზე მთავრდება ექსტაზზე მთავრდება LSD-ზე სად უნდა გააჩერო ეს ეგეც უნდა განსაზღვრო ეს სად უნდა გააჩერო ამას უგზალავ იმას არ უგზალავ მე ვთქვი ადამიანს იმდენად დიდი არჩევანი აქვს ზოგადად თავისი არსებობით რომ შეუძლებელია ასეთ ახლა არსებობს ქვეყნები სადაც სიკვდილი ჯიან ხო რაღაც გამსაღებელს მიმწოდებელს და ასე შემდეგ და იქაც ვერ აღმოუპხრეს და ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა შეუძლებელია აქ უნდა იყოს პროპაგანდას სწორი ინფორმაციის მიწოდება ალტერნატივის მიწოდება ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი ეხლა თან ალბათ გააჩნია ერის სპეციფიკასაც გააჩნია რაღაცა მდებარეობას და ასე შემდეგ ჩვენ ვერავირჩევთ იმ გზას ფაქტია რომ ვერავირჩევთ რომ რაღაც ვერ შევავთ კარებს თელ ქვეყანას ვერ ჩავკეტავთ და ყველას ვერ გავაკონტროლებთ ვინ რას აკეთებს სახლში გარეთ მეკუთხეს შეუძლებელია ჩვენ დავისახეთ და ალბათ ძალიან ბევრმა სახელმწიფომ კიდე მცდარად
აბსოლუტურად უშედეგო გზა, რომელიც ვერ მიგვიყვანს შედეგამდე. მე ვფიქრობ, რომ ალტერნატივაშია გამოსავალი. სხვა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, არჩევანის უფლება უნდა კარგი, მოვისმინოთ ჩვენი დარბაზში ყოფის სტუმრები რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით. ვიღაცას რომ აღარ უნდა ნარკომანებად გამოსწორება უნდა, იმის საშუალება უნდა მიცეთ, რომ გამოსწორდეს. სახელმწიფომ უნდა დაუწესოს შეზღუდვები გარკვეულწილად. შენ ხარ ნარკომანი, შენ იხმარ ბიოს. შენ იხმარ ბიოს. მე დაუშვათ არ გამუშავებ აქ, არ მაგრამ დაგიჭირო და აი გამოსწორდები თუ დოზა და გრამი და რაღაც ამას ვერ გავაკონტროლებ. ჩვენ ხარ რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ მოვისმენთ. ერთ-ერთი სახელმწიფო ამას კიდევ ერთხელ მოვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე ქალბატონ ჯან, თქვენ მინდა გკითხოთ ისევ დეკრიმინალიზაციაზე, ვინაიდან ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია და ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს. შეიცავს თუ არა დეკრიმინალიზაცია თავისთავად რისკებს, თუნდაც კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს პირიქით გაზრდის ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რიცხვს. თეორიულად. მოგესალმებით ყველას. საქმე იმაშია, რომ მართლაც სამხრივად ვუყურებთ, იმიტომ რომ აი უაღრესად სავსეა ჩვენი სფერო ნარკოლოგია მითებით. აი ახაც ბევრი მითი მოვისმინეთ, რომ არ არსებობს პანაცეა, არ არსებობს ერთი ღონისძიება. დეკრიმინალიზაცია რომ უპირობოდ უნდა მოხდეს და ის რომ შარდის ანალიზის გამო რომ ადამიანი არ უნდა ხდებოდეს სისხლის სამართლის დამნაშავის სკამზე, ამაზე 200 არ არსებობს. მაგრამ ეს ერთ-ერთი საკითხია. ეს ერთ-ერთი საკითხია და მე არ ლაპარაკობ მარტო მარიხუანაზე და მარტო რომელიმე ნარკოტიკზე. ვეთანხმები ბატონს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა შარტში, ბიოლოგიურ მასალაში არ უნდა გახდეს ადამიანის სისხლის სამართლის დამნაშავის სკამზე დასმის მიზეზი. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ახლა რაც ეს მთელი საღამო აი ვიჭედებით ლაპარაკის დროს ეს ის არის რომ ნარკოპოლიტიკა, ნარკოსტრატეგია უნდა იყოს დაბალანსებული. სამართალდამცავი ორგანოები თავის საქმეს უნდა აკეთებდნენ და აკონტროლებდნენ მოწოდებას. მაგრამ ის რომ განათლების სისტემას რომ დღესაც არა აქვს პრინციპში პირველადი პრევენციის პროექტი და პროგრამა ეროვნული, აი ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ანუ ის რომ და ეს ტრადიციულად ასე მოხდეს. მაგალითად გასული წლები ძალიან კარგი ერთი წუთი თუ შეიძლება გასული წლები მეგობრებო მოусმინოთ ერთმანეთს აი ეს არ მოსმენის ვითარებაც ის ჩვენ პრობლემას. ქალბატონ ჯან, ბარემ აქ ვკითხავთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი არ უნდა დაისაძოს დანაშაულისთვის, ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მომხმარებელზე, აქ საუბარია კიდევ ცალკეა რეალიზატორის შემომტანი. რასაკვირველია მოწოდება დაჟადი უნდა იყოს, მაგრამ მე ისე თქვა მინდა, აი გასული მაგალითად წლების გამოცდილება ბუნებრივი ექსპერიმენტი იყო, შეიზღუდა მოწოდება, სამხედრო პოლიტიკა იყო, ხო, სამართალდამცავი. მოწოდება შეიზღუდა, მაგრამ არ შემცირდა მოთხოვნა, იმიტომ რომ იცვალა სახე ნარკოტიკულმა საშუალებას. და ეს გამოცდილება, ნუ ვილაპარაკებთ გასულ გამოცდილებაზე, არ გამოდის ასე. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ გასული 10 წლეულის თქვა გამოცდილება, ჩვენ ახლა გონივრულ ნარკოპოლიტიკას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თქვა მარტო სამართალდამცავი ღონისძიებებით არ გამოდის ამ პრობლემის მოგვარება. და კიდე ერთი მინდა თქვა, არ შეიძლება რომ არ გამოვხატო ძალიან დიდი წუხილი ტრაგედიის გამო რაც მოხდა. და გიორგი რა ხარ თქვენი მეგობარი იყო, მით უმეტეს მინდა მოგისამძიმროთ და ძალიან პატივცემ, რომ თქვენ ამაზე ხმამაღლა საუბრობთ. მაგრამ მაგალითად სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2012 წელს 15 ადამიანი ოფიციალურად არის რეგისტრირებული როგორც გარდაცვლილი ნარკოტიკების გამო. 2011 წლის სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ 2010 წელს 27 ადამიანია. მანამდე 2009-ში 39 ადამიანია. და ისე თქვა მინდა, ეს ყველა ტრაგედიაა და რეალურად ეს ციფრები არის ბევრად უფრო მეტი და სიტილის მიზეზად ვაფიქსირდება. დიახ, გაცილებით მეტი და ზიანის შემცირების შესანიშნავად შეუძლია ამაზე თქვას, იმიტომ რომ მათ იციან პირველად ინფორმაცია აქვს პირველი ხელიდან. და ეს რო პრობლემაა, თუნდაც ის საკანონმდებლო პრობლემა რაც გვაქვს, რომ ექიმმა, როდესაც გამოიძახებენ ზედოზირების შემთხვევაში აუცილებლად
ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შეატყობინოს ამ დროს მოხმარება კრიმინალიზებულია, ეს არ იძლევა საშუალებას, რომ გავეხმაროთ იმ ადამიანს, ხო არ იძახებენ, იმიტომ რომ ხო, ანუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ბატონო გიგი, ვაღიაროთ, რომ ჩავფლავდით, ვერ მოვახერხეთ, 2007 წლიდან ვერ მოვახერხეთ, რომ შეგვეცვალა ეს კანონმდებლობა. ეგრება ეხლა მოვახერხოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რამე პრობლემა ხდება და ტრაგედია ხდება, ჩვენ ერთმანეთის დადანაშაულებაში არ გავატაროთ დრო და ვიფიქროთ როგორ მოგვარდეს პრობლემა. დიდი მადლობა. ჩვენ კიევს უბრუნდებით და ქალბატონო სოფო გადმოვავეთარ. კიევს უბრუნდებით, ვინაიდან გველოდება ჩვენ ჟურნალისტი, რომელიც უნდა ჩაგვეცოს. დაგიბრუნდები, შალვა, უბრალოდ ჟურნალისტი გველოდება და საკიდაი მურზაევი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვეცობა ახლა კიევიდან და მოგვაწვდის информациას. Ეხო Москвის ჟურნალისტია ეს. Сакен, добрый вечер. Огромное спасибо, что сотрудничаете с нами, нашел время поговорить с нами. Какое на этот момент положение в Киеве? Ну вот я сейчас нахожусь непосредственно на Майдане, буквально там десятки метров от линии фронта. Сейчас более уместно, наверное, говорить какими-то военными терминами. Бывают покрытки автомобильные, которыми митингующие отгородились от милиции. Загорелись несколько палаток. И вообще самый центр Киева и Майдан, что не были сданы, не были погружены. Сейчас это так. Несколько минут, последний час продолжалось такое состояние митингующих и правоохранительных органов, всех подразделений, которые вплотную подошли к Майдану. Стоял водомет, который по официальной для тушения пожара, но насколько мы, журналисты, могли наблюдать, по огнем не попадал. Сакен, если у тебя есть информация, сколько погибших на этот момент? На этот момент милиция официально узнала факт смертей, которые произошли днем. Погибли кто-то сейчас сказать очень сложно, потому что на моих глазах десятки, я не преувеличиваю, раненых людей буквально постоянно, непрерываемым потоком относятся с волонтерами оттуда, с передовой, профсоюзов, которые находятся на Майдане, там зафиксированный лазарет, люди самые разные, кто-то не может, у кого-то кровать, у кого-то голова, кто-то ходит, кто-то там весь набор всех травм, всех повреждений, которые люди получали. Сакен, ты можешь нам сказать, а оппозиция согласна на переговоры с правительством? Оппозиция сейчас выступает, главная цель прекратить насилие. Они обращались к Виктору Януковичу сейчас, буквально со сцены, и к правоохранительным органам, с призывом объединения. Надо сказать, что ли их слова начальства пока погиб, потому что милиция отошла буквально на несколько метров Майдана, убивая свои исходные позиции, пока непосредственно не происходит. Ладно, огромное спасибо. Сакен, მე არ ვიცი, ცოტა ცუდად ისმოდა ტელეფონით გვერდთულოდა, მე მქონდა კიდევ